დიდი ხანი არ მასვენებდა იდეა, რომ გამეკეთებინა დანა ვერცხლის სალტაებით ქარქარზე. კეთდებოდა ძველად ასეთი დანები, დღეს უკვე იშვიათობა. ვერცხლზე მუშაობის გამოცდილება ყველანაირი რესურსი მქონდა, თუმცა ახალი ხელსაწყოების გაკეთება გახდა საჭირო. პირველ რიგში ვერცხლს ვერ გადააკრავ თვითონ ქარქარზე. ქარქარში ეს არის ცაცხვის ხე, ტყავგადაკრული, რბილი არის და ვერცხლის გადაკვრას თუ დაიწყებს ზევიდან, აუცილებლად დაზიანდება და ვერცხლსაც ვერ მისცემს სასურველ ფორმას. ამიტომ თავდაპირველად მყარი მასალისგან, სასურველი რკინისგან უნდა გაკეთდეს ფორმა, რომელიც ზუსტად გაიმეორებს ქარქაშის მოყვანილობას. ასეთ ფორმას ვერცხლის შეძლები უძახიან რიგელს. რიგელი შეიძლება ძალიან სხვადასხვანაირი იყოს. ეს არის აუცილებელი ხელსაწყო ვერცხლის რთული ფორმის ფორმირებისთვის. დანის ქარქაშისთვის მინიმუმ 2 რიგელი არის საჭირო, ერთი ზედა სალტისთვის, ერთი ქვედა სალტისთვის. მოვიძიე შესაბამისი მასალა და დავიწყე სასურველი ფორმის მიცემა. თავდაპირველად უხეშად ჩამოვაჭერი გვერდები, ამის შემდეგ უშუალოდ რიგელის დამზადებას შევუდექი. სამწუხაროდ ისე აღმოჩნდა, რომ ერთი მხრიდან ლითონში ჩახრახნილი იყო ვინტი, რომელიც არ ჩანდა. რა თქმა უნდა, ეს ვინტი ამოვარდა და ესეთი ზვიგენისებური გაუგებრობა მივიღეთ. თუმცა დანების დამზადებისთვის ხშირად კემპი მჭირდება ხოლმე მაგ სახელოსნოში. ამიტომ ეს ზვიგენის პირი სასწრაფო წესით იქნა ამოკერილი. საბოლოოდ გრინდერზე მივეცი სასურველი ფორმა და სახელური მივადუღე. იგივე მასალით დავამზადე რიგელის ზედა სალტისთვის და ვერცხლის გადავაკარიზეთ. როგორ მივიღოთ ვერცხლის ფირფიტა და როგორ გადავაკრათ სწორედ როგორ შევადუღოთ, ამაზე შემდეგ ვიდეოში ვისაუბროთ.